մնացված ես գիշերից խաղաղությամբ անցուցանել հավատովիթյորն է խնդրեցող რინგში უსასტიკესი, რინგის მიღმა კი სპეტაკის სულის პატრონი. მელიქიანი თავის დროის ნახევარს სავარჯიშო დარბაზში, ნახევარს კი ეკლესიაში ატარებს. მინდა გითხრათ, რომ პატარაობიდან ცელკი ბიჭი ვიყავ. ყოველთვის ვჩხუბობდი ქუჩაში, სკოლაში და საბავშვო ბაღშიც კი. 2007 წელს მახსოვს დედაჩემმა მიმიყვანა ეკლესიაში. ამ დღის მერე მე შევიცვალ და ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე. სწორედ აქედან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ღმერთის გარეშე ჩემს ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ. ყოველთვის ბრძოლის წინ ლოცულობ. ხანდახან ფიზიკურად და მორალურად სუსტად ვგრძნობ თავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ღმერთის დახმარებით და მასთან ახლოს ყოფნით ბრძოლაში წარმატებას მივაღწევ.